მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, მოდით ამის ესე შუაში დავდებ, რაღაცა უფრო მოლამაზება. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ, ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ ვიდეოს მალევე მივაბი მეორე ვიდეო, იმიტომ ისევ აქ გიწერთ, ასე ვთქვათ ამ მაგიდასთან და წინა ვიდეო, როგორც გახსოვთ, იყო ურთიერთობის პერსპექტივაზე, რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს სიტუაციები, თქვენია ეს დუმილი და გაჩუმება, მაგრამ ბოლო როგორც გახსოვთ, თავდებოდა ისე, რომ შიშები, რაღაცა შიშები იყო, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი. სწორედ ამ შიშებზე მინდა ჩავწერო დღევანდელი ვიდეო, ჩემო ძვირფასებო, საჯარო გაშლა და თან აჩეხვის დასტის სანამ არჩეხავ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს. თბილი სიტყვებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, აი რომლებსაც არიშურებთ და ყველაზე ძალიან დიდი მადლობა, უდიდესი მადლობა იმიგრანტებს, რომლებიც არც მადლიერებას ასე ვთქვათ, არ ითვლიან და არც ადამიანურ სიტყვებს და სითბოს ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო კარგებო, განსაკუთრებული მადლობა იმიგრანტებს, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რას განიცდიან, როგორ არიან 4 კედელშუა, როგორც არ უნდა გასული იყოს და როგორც არ უნდა მსოფლიოს სულიდეს გარშემო თავის ქვეყნის იქით ადამიანი, რომელიც არა ტურისტად არის, არამედ ემიგრანტად ბარდება, ხო? და ემიგრანტია, ან ტოვლილად ბარდება, ის უკვე 4 კედელშუა მომწყდეული და ვეღარანაირ გზას რო ვერ ნახულობს. კიდევ ვიმეორებ, ამას ვერანაირი მატერიალური ვერ გადაწონის და მე ზუსტად ვიცი თქვენი შეგრძნებები, თქვენი ემოციები და რა თქმა უნდა პირადი კონსულტაცია 80% ემიგრანტებია წმენდები, 80% 70 ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრია უკვე წმენდებზე, იმიტომ რომ იცით რა არის, ცუდად კი არ ვიძახი, მაგრამ უკან რომ მივდივართ და თაროშველა გვინდა და თან საჯაროზე რო წერთ ხო, მისმის, მაგრამ თუ რაღაცა არ გავაკეთეთ, ჩემო ძვირფასებო და თუ ხელი არ გავანძრიეთ, მაშინ უყუროთ მარტო საჯარო გაშლებს და სკროლოთ და არ წინ წავალთ და არ, უკან მივდივართ, წინ ვერ მივდივართ და გონია რომ თითო ვიდეოს ყურება. ვიდეოს ვუყუროთ კი, მაგრამ გავიგე ხო პროგნოზი. ეხა ხო უნდა ქმედება მქონდეს, ეხა ხო უნდა რაღაც გავაკეთო. აი ამიტომ ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, ყველაფერი თქვენ გადასწყვეტია, მაგრამ ჯობია, ერთი პირადი კონსულტაცია ყოველთვის ჯობია ხოლმე, აი ამდენ საჯაროს ყურებას. მიხვდით? კარგით, მოდით ზუსტად ამ სიტუაციას მე ახლა კიდე ერთხელ გადავხედავ, იმიტომ რომ ძალიან გაფრაზებული სიტუაცია იყო ბოლოს, თუ გახსოვთ. შემდგომ გრძნობები მაინც მაინტერესებს, მიუხედავად გაფრაზებისა ძალიან მაინტერესებს და რა იწევს ამ შიშებს ყველაზე მთავარი. და აი შეხედეთ, წინა ხო იყო ვიდეო გაფრაზება, თან ძალიან დიდი სიფრაზიდან რა ხდება, როდესაც ბრაზდებით, მე რა გვემართება, გადავდივართ აპათიაში და აპათიიდან დეპრესიაში და სტრესულ ფონში და კი ბატონო, თითქოს ხელჩაქნეული, თითქოს აღარაფერი აღარ გეხარია, თითქოს ყველანაირად ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ არის და შინაგანი სიფრაზე განგრევთ, სამივე ხმალი, შოკში ვარ, არ ვიცი, აი პირდაპირ ამოვიღე ეხა სიტუაცია, მინდოდა კიდე გადამეხედა, რას უნდა გადავხედო და წინა ვიდეოშიც თუ გახსოვთ, იქაც რაინდი იყო ხმლების. ისეთ სიბრაზესთან გვაქვს საქმე, ისეთ გაფრაზებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, აი დედას გიფიცებით, მართლა შოკში ვარ, იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, არ ვიცი ამას რა ეშველება. ეს კიდე აპათიის საწყისი და დეპრესიის საწყის მდგომარეობას კიდე რა უჭირს. აი ამ სიბრაზეს რა ეშველება, აი ამ მდგომარეობას რა ეშველება, რაც ახლა თქვენთან ხდება. ძალიან არის გაფრაზებული მამაკაცებო, ვინც მიყურებთ ქალბატონი, ძალიან დიდ სიბრაზესთან გვაქვს საქმე. ანგრევს, ისეთი სიბრაზეა, სადმე რო შეხვდეთ, შეიძლება მართლა არ დაგინდოთ ჩემო ძვირფასებო ამ ადამიანმა. არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში თუ გინდათ პირადში მომწერეთ, რა გაუკეთეთ ამ ადამიანს, რომ აი ამ სიბრაზის მერე ადამიანი აბსოლუტურად გადავიდა თარე და ცხრიანი კვერთხები, შიშები.
რაც გითხარით, განა იმისგან არის შეშინებული, რომ თქვენი ეშინია. არა, საერთოდ სიტუაციის ეშინია. ისეთი ეხლა ამ წუთას ისეთი განერვიულებულია და ისე ტელეფონი ჯდება თან და ჩაბნელ და როგორც ჩანს ეკრანი, მაგრამ ვეცდები დავამთავრო ვიდეო ძალიან დიდ შიშებში შემოძირფასებო, აუცილებლად ნახავ ეს შიშები რამ გამოიწვია, მაგრამ და წინა ვიდეოშიც თუ გახსოვთ ხმლების მეფე შოკში ვარ. სხვა დასტაზე ვშლი, ოღონდ იგივე შინაარსობრივად იგივეში ადამიანი ძალიან გაბრაზებული, ადამიანი ძალიან გაღიზიანებული, ადამიანი სასტიკ შიშებში, რომელამდეც თქვენ მიიყვანეთ, არ ვიცი რა უქენით ჩემო კარგებო. ფიზიკურად ვეღარ პოულობს გზას, ძალიან არის განერვიულებული. აი, თქვენ ჩამოკიდებული სიტუაცია. რა ეშველება ამ ყველაფერს, როგორ მოვიქცეთ. აი მიჯაჭულობა, კიდე გიმეორებ, რეალურად ურთიერთობა წასულია ეხლა, მაგრამ აი ეს სექსუალური მიჯაჭულობა თუ გადაგარჩენთ, რო არ დამიბლოკოს ვიდეოზე დავდებ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს მონაკრება თუ გადაგარჩენთ, შემოძირფასებო. პირდაპირ გეუბნებით, ამ ვიდეოშიც ვერ გეტყვით რეალური მიზეზი რა არის მართლა. ძალიან გაბრაზებული ადამიანი, ჩემო კარგებო, ურთიერთობა წასულია, შეხედეთ. აკაც 6-იანი სხმლები, წინა ვიდეოშიც 6-იანი სხმლები იყო, აი შოკში ვარ. კი, ვიცი, რომ ჩემი ენერგიებით ყველა მეუბნება, რომ აი აბსოლუტურად ბევრი რამე იცვლებაო პირად კონსულტაციებზე, ვინ ჩემთან გადმოსულა. ყველას უთქვამს, მაგრამ აი ესე რომ მეორე ვიდეო ჩავწერო და ზუსტად მსგავსი არკანები ამოვიდეს, მით უმეტეს სხვადასხვით გავშალე, ნახეთ, სიტუაცია პირიქით განდეგილში გადადის. წინ არ მოდის შემოძირფასებო სიტუაცია. ძალიან დიდ ბრასთან გვაქვს საქმე, ძალიან დიდ გაუწონასწორებლობასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, ძალიან რთულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, ფაქტიურად ურთიერთობა წასულია. მაგრამ რჩევაში და შემდგომ ცვლილებებში ტარო გეუბნებათ რას? განდეგილში გადადიხართ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ კიდე ქალები უფრო შეინარჩუნებთ რაღაცას. მამაკაცები განდეგილში გადადიან, შემოძირფასებო. კი ბატონო, ვინც ვიყურავთ მამაკაცები, ქალბატონები გადავლენ, მაშინ საპირისპიროდ მოერგეთ. არ არის ეს კარგი მდგომარეობა. მე არ გამორიცხავ, რომ აქ ჩიხში ჩავარდით. მე არ გამორიცხავ, რომ აქ ბლოგში ხართ ძალიან ბევრი. არ ვიცი, თუ პირადი კონსულტაცია, აი, პირადზე რომ გადმოხვალთ და ჩავშლი, იქ ორი დასტით ვმუშაობ. უკვე ვნახავ რას ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ წუთას გეუბნებით, რომ ეს იმდენად საოცარი ვიდეოა, ესეთი შემთხვევა არ მქონია, სამივე ხმლით და ერთი და იგივე არკანებით, წინა ვიდეო და ეს ვიდეო. რატომ დუმხართ ხალხო? როგორ დუმხართ? აი ამ ყველაფრის მერე როგორ დუმხართ და რას ელოდებით? რას ელოდებით? გადავა განდეგილში და აბსოლუტურად სიბრაზეც აღარ. სანამ გაბრაზებულია ადამიანი, კიდე შეიძლება რომ რაღაცა ეშველოს. თორე ადამიანი თუ აპათიაში და სტრესში და დეპრესიაში გადავიდა, დეპრესიის მერე რა არის? აღარაფერი, უნულდება თქვენს მიმართ ყველაფერი. აი ამიტომ მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ვიდეოთი შემოძირფასებო, ყოველ შემთხვევაში კარგს ვერაფერს ვერ ვხედავ. კი ბატონო, გადმოგცანდით, ვნახოთ რა ხდება პირადში, ჩავშალო, მე თვითონ ვერ გავერკვიე ისეთ ჩხუბთან და ისეთ დავით არაბასთან და ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, აი არ ვიცი, კეფა ამეწო, თავი ამეწვა. არ ვიცი, მართლა შოქში ვარ, შემოძირფასებო. მე რომ მგონია, რომ ყოველი საჯარო გაშლა რაღაცა დადებითისკენ მიდის, პირიქით უარყოფითისკენ მიდის. რა ვიცი, აბა როგორ ზიხართ წყნარად, როგორ შეგიძლიათ ესე მშვიდად უყუროთ, ერთი კომენტარი დადოთ, წახვიდეთ. ანუ არ ეშველება არაფერი, მიხვდით? ხელს თუ არ განძრევთ კიდე, ყოველ შემთხვევაში ხომ უნდა იცოდეთ რისთვის გიღირთ ამ ყველაფრისთვის, ან ბრძოლა და ან რამე? თორე ყურება ვიდეოსი და ერთი მესიჯის მიწერა იმ ადამიანისთვის ყოველდღე არაფერი ეგ არ არის ქმედება. ეგ არ არის ბრძოლა. ვინც ბრძოლობს, ის აღწერს მიზანს. არ ვიცი, თქვენინება გადმოგცანდით პირად კონსულტაციაზე და კი ბატონო, ჩავშალოთ და ვნახოთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, შიშები კი არა. ადამიანი საერთოდ აი ამ შიშებიდან ეს გავა. ეს საერთოდ თქვენთან კონტაქტი აღარ უნდა ეხლა აბსოლუტურად გასულია ურთიერთობიდან. არ ვიცი, თქვენი ნება გადმოგცანდით. პირად ზე ნახოთ, გავშალოთ, ჩავშალოთ, რა ვიცი მე გადმოვატრიალებ, იქნებ მიზეზი ვნახოთ რა ხდება. ყოველ შემთხვევაში თქვენც ხო რაღაცას მეტყვით, ხო, სიტუაციას რომ მოვისმენთ და იმის მიხედვით. ძალიან ფაქტიურად დანგრევის პირას არის სიტუაცია, არ ვიცი. აი პირველად არის გეუბნებით, რომ არ ვიცი. წინა ვიდეოშიც იგივე გითხარით, ეხლა კარგს ვერაფერს ვერ ხედავ. სამწუხაროდ. დაგელოდებით კომენტარებში, ასევე პირად კონსულტაციებში, ეხლა დაგიმშვიდობებით, შემოძირფასებო, დროებით მიყვარხართ ყველა და ცოტა გონს მოვიდეთ, ხო? რაღაცნაირად თუ გვიღირს ეს ადამიანი, ხო უნდა ვაკეთოთ საქმე.
და ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ. მით უმეტეს შემიძლია დაგეხმაროთ, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც გეტყვით, გიღირთ თუ არ არის ყველაფერი იქნება მართლა არ გიღირთ და ბოდიშით და უნდა დაიკიდოთ, ხო? ამასაც გეტყვით. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით.